თბილისში მწერალთა სახლის რეაბილიტაცია იგეგმება პროექტს კურირებას გაუწევენ კულტურის სამინისტრო და ძეგლთა დაცვის სააგენტო. დღეს მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ზანთიძემ მწერალთა სახლის შენობა დაათვალიერეს. ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება და სამუშაოები ზაფხულში დაიწყება. აქ მარტო რემონტი არ არის, აქ რა თქმა უნდა ეს არის ძეგლი, ერთ-ერთი უნიკალური ძეგლი და არის მისი რესტავრაცია მიმდინარეობს. გაგრძელდება ეს და იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო ოდეთგან. ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ექვთიმე თაყაიშვილი, რომელი ერთი ჩამოთვალო, რომელიც აქ არ ყოფილა და მაშინდელი ქართველი ინტელიგენცია ამ სახლს უწოდებდა ევროპას. პროექტი დაახლოებით ჩაგუბარდება ჩვენ აგვისტოს დასაწყისში და აგვისტოს დასაწყისში გვეცოდინება უკვე მთლიანი ხარშთაღრიცხვაც, გვეცოდინება ის სამუშაოების ჩამონათვალი, თანმიმდევრობა თუ რა უნდა განხორციელდეს ესეთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის რეაბილიტაციისთვის. დაიწყება სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები, თუ ეს მოხდა უწყვეტ რეჟიმში, აი ამ თანხის მოწოდება, მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე, ისევე როგორც ამას დაგვირდა მინისტრი, ნუ სრულად თუ არა თითქმის მთლიანად იქნება დამთავრებული სახლი.